უკრაინის ფოსტა პერიოდულად აქვეყნებს მონაცემებს საომარ მდგომარეობაში ყოფი ქვეყანაში საფოსტო ოპერატორის საქმიანობის შესახებ. ეს გახლავთ როგორც საოპერაციო პროცედურები, ასევე ქვეყანაში შემავალი სხვადასხვა საფოსტო თუ სხვა დანიშნულების ტვირთების შესახებ. აპრილისთვის გამოცემაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ფოსტა პირველ ადგილზეა 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით, რასაც თან მოჰყვება რუმინეთი 80 ტონით და ბელგია 40 ტონა ტვირთით. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის ინიციატივით საქართველოს მოსახლეობა, სახელმწიფო ორგანიზაციები, საპატრიარქო, ბიზნესები მხრიდან ხდება ასეთი ტვირთის მობილიზება, რის ლოჯისტიკურ პროცესსაც კოორდინაციას უწევს საქართველოს ფოსტა მისთვის, რომ დანიშნულების ადგილას მოხვდეს ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში. ასევე ხაზი მინდა გაუსვა და ეს აღნიშნული იყო ამ გამოცემაშიც, რომ საქართველოს ფოსტა აწარმოებს კამპანიას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს, ბიზნესებს, იურიდიულ პირებს შესაძლებლობას ვაძლევთ უფასოდ გააგზავნონ ამანათი, რომელსაც ყავს ადრესატი უკრაინის ტერიტორიაზე და ასეთი ტვირთის რაოდენობა შეადგინა 25 ტონა. საქართველოს ფოსტა გააგრძელებს აღნიშნულ კამპანიას და ჩართული იქნება კვლავ ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების ორგანიზებაში.